სხვათა შორის ტაკერ კარლსონს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი არის ამერიკაში, 2022 წელს ყავდა ფიტნეს ინსტრუქტორი, ვიღაცა რომელმაც თქვა, რომ ტესტოსტერონის დაბუსტვას და სპერმატოზოიდების გამოყოფის გაზრდებას ხელს უწყობს წითელი და ინფრაწითელი სხივებით, სათესლე ჯირკვლების ზეს რო აჩვენებდა მე მთელი ამერიკა. მთელი ამერიკა იდგა კაცები ამ იმაში და უფიცხებდნენ მზეს საკუთარ სათესლე ჯირკვლებს. ამ დროს მან ძალიან საინტერესო რაღაცა არის. სათესლე ჯირკვალი თავიდან არის მუცლის ღრუში. მერე გამოდის გარეთ, იმიტომ რომ მაღალი ტემპერატურა აზიანებს მის ფუნქციას. და მთელი იდეა მაგისი არის, მაგიტომ არის გარეთ გამოდის საკვერცხე რჩება ქალთან მუცლის ღრუში და სათესლე ჯირკვლები არის გარეთ. და აბსოლუტურად პირიქით, ანუ მაღალი ტემპერატურა იწვევს პირიქით, აი ესეთი ისიც არის კვლევები, რომ ესეთი იუმორისტული ფრაზა იყო. ვაზექტომია არის გადაკვანძვა თესლის გამოტანის სადინების, რომ როცა მამაკაცს აღარ უნდა შვილი ყავდეს, მაგრამ არ უნდა თავდასხმა რომ გამოიყენოს რა. და ესეთი რაღაცა იყო. ცხელი აბაზანა ვაზექტომიის ალტერნატივა. და კვლევები არის, ოღონ ჩაჯდომად, ხანგრძლივად, ანუ საუნას იმხელა ეფექტი არ აქვს. ცხელ აბაზანაში, ანუ ცხელ წყალში ხანგრძლივად ყოფნა ფაქტიურად სპობს სპერმატოზოიდებს. სათესლე ჯირკვლის ამწევი კუნთი, ესეთი არის, კრემასტერი ქვია, რომელიც თუ ცივა სათესლე ჯირკვალს ქაჩავს ზემოთ, რომ სითბოსთან ახლოს იყოს, თუ ძალიან ცხელა, პირიქით დუნდება და ჩამოდის ქვემოთ, რომ მაქსიმალურად ტემპერატურა დაიწიოს. მაგიტო ხდება ბიჭებო და კაცებო, ბასეინში რომ ჩადიხართ და ზღვაში რომ ჩადიხართ, მაგიტო ატარავდება ბრჭყალებში სათესლე ჯირკველი. და ხშირი შეკითხვა არის ხოლმე, რომ ერთი უფრო ზემოთ არის, მეორე ქვემოთ და ნუ ეს არის კრემასტერი, ხან ერთს აწევს, ხან მეორე შემოწევს, ეს არანაირი პრობლემა არ არის. ზოგი კაცია, ზოგი ის არის, ეს ასიმეტრია ძალიან ბუნებრივი ამბავია. ანუ ეს ლეპტოპი დადებული მუხლებზე და ესე მუშაობა სკოლაში რა იყო და იმაში, სამსახურში შეიძლება იყოს განმაპირობებელი განათლება. თუ ტემპერატურას კულერი თუ უბერავს პირდაპირ სათესლე ჯირკვალს, დიდი ალბათობით ესე არის.